Dobisa მოგესალმებით ყველას როგორ ხართ, მაგრამ ასეთ ამინში არ ვიცი როგორ იქნებით მეც ანალოგიურად ვაიმე გარეთ ძაღლს არ გააგდებენ ისეთი ამინდია რა საშინელებაა თამთელი კვირა რო ესე იქნება როგორ მეზიზღება ღმერთო ეს ამინდები ხო ვერ გიხსნით რა მაგრამ დღეს უეჭველი რომ უნდა გავიდეთ გარეთ ალექსანდრა მიდის სკოლაში დღეს გაკვეთილები არ ექნებათ ექნებათ ფოტოსესია და სამწუხაროდ იმ ფოტოსესიაზე მეც ვერ ვიქნები იმიტომ რომ თურმე ჩაწერილი ვიყავით მასზე და გუშინ შეტყობინება რომ მომივიდა ლამის გულმა დამარტყა მეთქი რა ხდება რატო ვარ დღეს ჩაწერილი მასზე საერთოდ არც მახსოვდა წარმოგიდგენიათ ხო და ისე მოხდა რომ ალექსანდრუშკა დარჩა დღეს უჩემოდ ფოტომზადებს და ალექსანდრუშკას წაიყვანენ სკოლაში და იქ უკვე მშობლებს ვთხოვე რომ მიხედონ ალექსანდრას თმა გასწორებული რო კონდეს კატრში ლამაზად რო იყურებოდეს მოკლედ რა ძალიან გარმის და ნერვიულობ იქნება და მოვუსწრო თქო ვფიქრობ ნუ გამოყვანის დროს ყველანაირად მოვუსწრებ დღეს ჩემს თმას დასჭირდება 3-4 საათი შეიძლება მეტიც ნუ კარჩ ვნახოთ არ ვიცი რა ზუსტად ვერ გეტყვით თან მივიდივარ ვაკეში წინაზე გეუბნებოდი რომ მე თქვენ და გაჩვენოთ თქო ჩემი დაქალი სალონი საიდან დაიწყო და ახლა სად არის თქო და ზუსტად იქ მივდივართ დღეს ძალიან მიხარია და ძალიან მაინტერესებს რა გამოვა ანუ რო გითხრათ რომ რაღაცა ძალიან გლობალურად მინდა რაღაცა შევიცვალო და პირიქით ეხა რო ვიყურები ძალიან მომწონს ჩემი თმა თუმცა რაღაცის შეცვლა დიდი ხანია მინდა ჩემს თმაში ხო და ცოტათი გამოღიავდები სავარაუდოდ და რა თქმა უნდა თმას შევიჭრი იმიტომ რომ განადგურებული მაქვს და რაც საქართველოში ჩამოვედი საერთოდ თმას ვეღარ ვული აი არ ვიცი რა ის მდოგვი მშრალი მდოგვი რაც მე მჭირდება არასოდეს არსად არ იყიდება ეს ნიღბები კიდე რა ვიცი თავი ვერ დავადგე აი მართლა საშინელებაა როცა სხვაგან ხარ მიჩვეული რაღაცა შენებურად ყველაფერს და ჰოპ და ისო რაღაცა აქეთ ხარ და არიცი რა არის კარგი რა უნდა გამოიყენო და ასე შემდეგ თმა უეჭველი თმა აუცილებლად უნდა შევიჭრა იმიტომ რომ განადგურებული აღარ ქვია მას არის გადაფუფქული რამდენი ხანია მე თმაზე ნიღაბი არ გამიკეთებია აქ ხო ზოგადად ვერ ვიშოვე მდოგვი მშრალი მდოგვი ვერ ვიშოვე მე კარგი ციცაკით გავაკეთებ თქო ჩემს სუპერ თმის ნიღაბს მაგრამ არც ციცაკა არ არის და ვერ ვიშოვე და მოკლედ ვარ ესე და ხოთა შორის ახლა ვიფიქრე რომ ვალდბერისი რო შემოვიდა შემიძლია მე მგონი გამოვიწერო სავარაუდოდ იქნება მშრალი მდოგვი ვალდბერისზე და უნდა გამოვიწერო ის არის აი არ ვიცი სუპერ თმის ნიღაბი ხალხნო რასის სწრაფით მეზრდებოდა თმა და რამდენად კარგი თმა მქონდა ხო ვერ გიხსნით და კიდევ მინდა აუცილებლად როზმარინის ზეთი ოღონდ მე თვითონ რო გავაკეთო ერთი დღეს ჩემს დაქალსაც ვკითხავ მე მგონი თვითონაც აქ გაკეთებული და მეც მინდა რომ გავიკეთო როზმარინის წყალი ან ზეთი მოკლედ რამე როზმარინით რომ თმა ცოტა გავიხშირო იმიტომ რომ ძალიან თხელი თმა მაქვს სიგრძის მოჭრა მენანება სიმართლე გითხრათ მაგრამ რო ვიცი რომ განადგურებული და გადაბობგულია ყველა ვარიანტში ცოტა მაინც უნდა მოვიკლო თორე ვგიჟდები გრძელ თმაზე მაგრამ ბოლოს ვნახოთ ერთი რა გამოვა ცოტა ხანში დაგიბრუნდებით მე ახლა წავალ ალექსანდრას ავაყენებ პრინციპში უკვე გაიღვიძა მოაწესრიგე და იქით ოთახშია და გადაუყვან ახლა დედაჩემს და წავიდეთ სალონში და ვნახოთ რა გამოვა დღეს ჯერ მითხარი რომ ხელოსი გინდა თმა მომაჭრა მე ბევრზე მინდა ვიცი რომ ესე გინდა არა აი ხარ აი ეს მოსაჭრელი აი რომ მოვდიოდი ზუსტად ვიცოდი რომ აი აქამდე მომაჭრის თმას თქვა ის ზუსტად ვიცოდი მაგას რომ ეტყოდი არა ძალიან მოკლება არ მინდა მაგრამ აი ეს მოსაშორებელია ეხა ფაქტია რას გავს არა სახელმწიფოს ვარწმუნებ აპომა ჩვენე კიდე აქამდე კიდო ხო როზმარინი უშველის ვერ
კაი. არა. რატო რამ სიგრძე გაზრდილი? ხო, მე რა მეტი. ჩიბილო მოწმოდი ერთი კარგად გამოიხილე, როგორ გამოჩიკა. მშვიდობები ჩემი თმის სიგრძეს ფერსაც, რა სიგრძეს განსაკუთრებით. ძალიან მეშინია ხარ ძირში წამაჭრის. ვაი რა ლამაზია. მე რომ მაინც მომწონს ჩემი დამწვარი თმა.
გამიკეთებს რა კარგია. არ უწევხარ. მე სესია მონა. როდესაც ესეთი სტილისტი მასწა ყავს გემრიელი და ლამაზი. მადლობა. ოწამასია მართლა ძალიან კარგია. ძალიან მომწონს. დღეიდან ნატაშკა დამიძახეთ. всё, მეგობრებო, მოვრჩი. ესეთი გამოვიდა. ძალიან საყვარლობა, ძალიან მომწონს. თანახეთ როგორი მოკლეა. მოკლე არ მინდოდა, მაგრამ ძალიან განადგურებული მქონდა თმა. ხო და ამით აქეთ გადავიღებ. აქეთ უკეთესად გადავიღებ. აუ ძალიან მომწონს. ცოტა სხვანაირი ვარ ხო? უჩვეული ამ მოკლე თმაზე და ამ ფერზე, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი გამოვიდა. მომწონს. და ცოტა კიდე გამოხიავდება. სუპერ. ალბათ ვიმოდიარ და GPS-ში თმის მოვლი საშუალებები ვიყიდე სახლში რომ ყოველფერს გაჩვენებთ. მე ასეთ ლამაზი ძალიან კარგი მოვერჯერდება და ამიტომ რაღაცები ვიყიდე ჩემი დახოვლით, მაგრამ უბრალოდ ნახეთ როგორ ჩამოიშალა სულ ესე ყოველ კარფურში შევიდე პროდუქტებსაც ვიყიდე, იმიტომ რომ სახლში არაფერი არ გვაქვს. ამიტომ ცოტას რამეს ისე ლაითად წავიღებ კარტოფილში უკვე. დღეს კარტოფილის დღეა. ცუდ ხასიათზე ვარ, ეს ამინდი ხო ცალკე ხასიათში გადამდის, მოკლედ რაღაც არ გაფრიზებული, განაწყენებული ვარ, ტირილი რომ მინდა ისეთ ხასიათზე ვარ, მაგრამ არ ვიტირებ, ყველაფერი კარგად არის. ყველაფერი კარგად იქნება. ნუ გეჩინია ხრუდა. ზუსტად აი ეგ მომენტი მაქვს ახლა. ალექსანდრამ მითხრა რომ დედიკოვო, უნდა შეგიჩვიო. ახლა სხვანაირი ფერის თმა გაქვსო და ვერ გცნობო. ხო და უნდა მიგეჩვიო. ჩემი პატარა, მაგრამ ძალიან მოეწონა, ძალიან გიხდებაო თმა. დედაჩემსაც მოეწონა, თავზე რომ მივედი სახლში, ეგეთი იყო, მაგრამ მე მოეწონა, არა, კარგად გაქვსო. დედაჩემის დაქალი რიმა, ბევრჯერ მიხსენებ, მასაც ძალიან მოეწონა. ჩემს მეგობრებს ყველას მოეწონა და მეც ბედნიერი ვარ და მეც ძალიან მომწონს. თუმცა აქ აღნიშნავ, რომ იდეალური თმის ფერი მაქვს. ძალიან მიყვარს ჩემი ბუნებრივი თმის ფერი, თუმცა რაღაც ის შეცვლაც მინდოდა. დიდი ხანი ამაზე ვლაპარაკობ, მინდა თმის შეღება, მინდა თმის შეღება, მინდა. ხო და მართლა ხო? გავიკეთოთ, ასე ვთქვათ, ჩვენი მოვიჯამოთ და მერე ჩამოუშვათ ჩვენი თმა, ხო? თორე მართლა ძალიან მომწონს ჩემი თმის ფერი, გრძელ თმაზე ვგიჟდები, ეხა ესე რომ აქ, ესეც მომწონს, გონიათ არ მომწონს, ძალიანაც მომწონს, მაგრამ გრძელი თმა სულ სხვა არის მაინც. ერთი წლის განმავლობაში ვამბობდი, რომ თმას საერთოდ არ ვუვლითი, აი არ ვიცი თმის თერმოდამცავიც კი არ წამისვამს თმაზე და ყოველ მეორე დღეს მე და უთო ესე განუყრელი მეგობრები, ხან თმას ვიხვევ, ხან თმას ვისწორებ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და მაგიტომ ჩამოვარდა აი ესეთ საშინელ მდგომარეობაში თმა. აი ეს ხომ მქონდა, აი მართლა ეს ნაწილი იყო ჩალა ჩვეულებრივი. მერე მაქვს დაწყვეტილი თმები. ანუ ეხა არ ჩანს, მაგრამ თმები მაქვს დაწყვეტილი, სხვადასხვა მაგის პოლირებასაც აკეთებ, მაგრამ აზრი მაინც მერე ცოტა ხანში გამოფჩხიკავს ფეხებს და მაინც ეგეთი იქნება. ამიტომ უბრალოდ უნდა ხელი შევუწყო ნიღბებით, თერმოდამცავით. ძალიან კარგი იქნებოდა რომ მე თუ სწორ თმის გასაშრობ საშუალებებს შევიძენდი და ძალიან მინდა დაისვენი, მაგრამ რა დროს დაისვენია? არა, მართლა ძალიან მინდა. უბრალოდ მენანება ამდენი ფულის გადახდა. ღმერთო ჩემო, რა უბედურებაა, რაც ვერ იღირს. მაგრამ ნახოთ, ცოტა მერე ნახოთ, შეიძლება შევიძინო. კი ამბობენ, რომ სისულელეა, ასეთია, ისეთია.
გეთანხმებით, სხვათა შორის ჩემს თმას დიდად არ უხდება აი ეს თმის დახვევა, რომ შეუძლია იმ თავებზე ვამბობ, საერთოდ. მაგრამ უყურეთ, აქაც არის მომენტი კი ესეთი, მე რო დავიხვიე თმა ორჯერ დაისვენით, დამეშალა რა თქმა უნდა, მაგრამ მე არ გამომიყენებია ეს სპეციალური რა ქვია, მოკლედ სპეციალური სითხეები. როგორ ვქეთ, არც ვიცი, იმიტომ რომ არ ვიყენებ და არაფერიც არ ვიცი. და ამიტომ შეიძლება უცბად მეშლება ეს ხვეულები. თუმცა მე მაქვს თმა ისეთი, რაც არ უნდა, აი არ ვიცი ხო გეუბნებით დავიხვიო თმა, აუცილებლად ჩამომეშლება და ხო იცით, თუ ზედმეტად გაქვს ფული, კი ბატონო, წადი იყიდე, გედოს, თვალს უხარია, გულს უხარია, რაღაცას გაიკეთებ, გიხარია და ბედნიერი ხარ. თუ გაქვს ამის ზედმეტი ფუფუნება, უნდა გქონდეს. მაგრამ ხალ ვფიქრობ, რომ ეს არის ტყუილად ფულის ხარჯვა. ახლა ამ ეტაპზე ვფიქრობ, რომ არის ტყუილად ფულის ხარჯვა, თუმცა ჩემ დაკალთან თმას რო ვიშრობდი და ისუნით, ვგრძნობდი რამდენად რბილი, თბილი ჰაერით ვიშრობდი თმას და ნაკლებად დამიზიანდება. თუმცა ისიც შემიძლია, რომდის ვლაპარაკობ, რომ საერთოდ არ გავიშრო ფენით თმა, ხო? და ძალიან მალე მიშრება თმა. მოკლედ რა ვიცი, 1000 რამ არის, ხო და მე ჩემი თმებისთვის გუშინ გეუბნებოდით, რომ GPS-ის საფთიაში შევიძინე რაღაცეები. ნიუქსის ტანის ზეთი მქონდა და მაგის ცუნზე ვგიჟდები მქონდა, არა მაქვს. შიმერებით რომ არის, ვგიჟდები ღმერთო, რა საოცარი სუნი აქვს ნიუქს. ამიტომ ვიცოდი, რომ თერმოდამცავი მქონდა ძალიან კარგი ნიუქს. და შევიძინე, აი ესეთი. თან ახლა 50%-იანი ფასდაგრება იყო და ძალიან კარგ ფასად შევიძინე. აი ესეთი, ნახეთ. 220 გრადუსს უძლებს. ხო და ძალიან გამიხარდა ეს ამბავი. ძალიან კარგი სუნი აქვს, სასწაული სუნი აქვს. გიჟდები. რო ვიყიდე ეგრევე გავხსენი და დავსუნე, ხო ეგეთი სუნი ექნება თქო ტანის ზეთს რო აქვს. გიჟდები. და ვიყიდე თმის ნიღაბი, აი ესეთი თმის ზეთი. ანუ დაბანამდე უნდა წაისვათ ეს ზეთი, უნდა შეიძვლოთ კარგად თმაში და გაიჩეროთ 15 წუთი, მაგრამ უფრო იდეალური იქნება თუ გაიჩერებთ 9 საათს. ამიტომ ეს ღირდა 105 ლარი და 50% ფასდაკლებით ვიყიდე, 50% ფასდაკლებით ვიყიდე. რანაირად ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მძინავს და გუშინ ძალიან გვიან დავიძინე და ძალიან გაბრაზებული ვარ და ძალიან გაღიზიანებული ვიყავი და გუშინ მეგონა რომ არ ვიცი რა იქნებოდა აქ, მაგრამ ყველაფერი ნორმალურად არის. უბრალოდ ვერ გამოვიძინე. ხო და აი ესეთი მოკლედ თმის ზეთი ნიღაბი, ძალიან მეინტერესებს დავტესტო, ჯერ ვერ დავტესტავ, იმიტომ რომ 48 საათი დაბანა არ შემიძლია, მაგრამ ხვალზე გაუცბად გამოვიყენებ და ვიყიდე აი ესეთი ანტიცელულიტური მასაჟისთვის ზეთი, ამასაც ისეთი საოცარი სუნი აქვს. ისეთი საოცარი სუნი აქვს. ერთი სული მაქვს, ჩემი ქრისტი, როდის დამიბრუნდება და როდის გამიკეთებს ანტიცელულიტურ მასაჟს, ხო გახსოვთ მე რომ ვიკეთებდი. საოცარი შედეგი რომ მქონდა და რომ გამომძერცა, რასაც ქვია ქრისტომ. ეხლა უბრალოდ ამ საფულს ვერ გამიკეთა, იმიტომ რომ პატარას ელოდებოდა. ახლა უკვე გააჩინა. ჩვენი პატარა მარიამი, როგორი საყვარელი გოგოა, რომ იცოდეთ, ერთი ბიჭო მოიცოცხნული ჯერ ისე დროზე ადრე დაიბადა და ერთი ციცქნა, რასაც ქვია და მოკლედ ქრისტომ ჩიტო, ჩემს ჩიტს წამოვჩიტავო და ეგრევე შენთან მოვალო და კარგად დაგამასაჟებ და კარგ მასაჟს გაგიკეთებო და ლამაზ ტანზე დაგაყენებო და იკაკრას ეგ მომენტი მინდა, რომ ზაფხულისკენ იყოს.
და ამისთვის ვიყიდე ეს ზეთი, მაგრამ მე მგონი ცოდა. მაგრამ სადაც არის სუნი და ქრისტო მითხრა ძალიან კარგი ზეთი არისო და წამოიღეო და წინაზე მქონდა ZIS ანტიცელულიტური ზეთი, მაგით გავიკეთე და არ ვიცი მართლა ძალიან კარგი შედეგი მქონდა. გავიკეთე ყავაც, ეხლა დილას ჩამოვივლი, ვისთანაც ვრეკავ ხოლმე ესე. დილა რო თენდება, უეჭველი მიდის საუბარი დედაჩემთან, მამიდაჩემთან, ჩემს დაქალთან, მამაჩემთან და აი ესე გადის ხოლმე, არ ვიცი, საათი ნახევარი უეჭველი ჭორაობაში. ამით რაც შეეხება უკვე გითხარით, დღეს მე და ჩემი მარი უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, მივდივართ მოლში. მე არაფერი არ მჭირდება, მარი უნდა იყიდოს. თუმცა არ მჭირდება, არა როგორ არ მჭირდება. ჩემო დაქალმა იყიდა ნიუქსის შამპუნით, ძალიან მომეწონაო. და სანამ არის დასაკლება, ვფიქრობ, რომ შევიძინო შამპუნით. ნახოთ. სხვათა შორის კიდევ მინდა გითხრათ, რომ მქონდა PSP-ში შევიძინე K-Pro-ს კერატინით შამპუნი. და თმის ნიღაბი ისეთი კარგი იყო რა პურა. მე პურას ვიყიდე, ანუ პურას შამპუნის და თმის ნიღაბიც, მაგრამ არ ვიცი პურა მე თავიდან კარგი იყო, ანუ თავიდან რომ დავიწყე გამოყენება, თავიდან ძალიან კარგი იყო, მაგრამ მე რაღაცნაირად აი არ ვიცი რა, თმა შეეჩვია თუ რა არის, არა ხელა არ უნდა მეყიდა, იმიტომ რომ მართლა თმა შეეჩვია და ყოველთვის უნდა ცვალო მაინც თურმე ეს შამპუნი, ამიტომ ვნახოთ. დღეს თუ ნიუქსს არ ვიყიდი აი ამ K-Pro-ს შამპუნს, უკვე შეღებილი თმისთვის ალბათ და ნიღაბს. თუ ნიღაბი აღარ მინდა, იმიტომ რომ ეს ნიღაბი მოვიფიქრებ ჩემო კარგებო, რა ვქნათ ესეთ ამინჩი რა გავაკეთოთ. საჭმელიც გუშინ არაფერი არ გამიკეთებია. გუშინ დედაჩემთან ავედი და იქ იყო შემწვარი კარტოფილი. ხო და მივირთვით. მეთქი მე რაღაცა შევწვა თქო, ხოდახოდ ვლოგიდან კარტოფილი რა ვიყიდა, მეთქი შევწვა კარტოფილს ხო სახლში თქო. იქ იყო და ამიტომ სახლში აღარაფერი აღარ გავუკეთებდი რა, ესე ლაითად ბუტერბროდები რაღაცა სენდვიჩი გავუკეთე ალექსანდრას. და ეს მარტივად ჭამეთ საღამოს, თუმცა ძალიან მინდა სწორი კვება, ისევ აღარ შემიძლია, ისეთ კარგ პორციულ კვებაზე ვიყავი, ისე კარგად დავიკელი და ეხლა რაღაც აი ამ ნერვიულობებში, შფოთვებში და რაღაც გადი-გამოდიში ისევ მოვეშვი და ძალიან არ მომწონს ეს ჩემში, რომ აი ეს დისციპლინა ვერაფრით ვერ დავიყენე, რომ ვაკეთებ ესე, ზეგი რომ კლდებოდი იმის შეერინა, უნდა გააკეთო ასე და არა სტრესის გამო რაღაცა იცი რაღაცას და დაგეზაროს საჭმის გაკეთება და აი მოიცე ხა რაც ალექსანდრე ჭამს იმას შევჭამ მეც. არ შეიძლება ესე. ის წავიდე ახლა დარბაზში თქო, მაგრამ მთელი ზამთარი მქონდა ნანუტას წინ და არ მივიდა დარბაზში სავარჯიშოდ, რომ ზაფხულში ლამაზი ყოფილიყო. ვოთ. კარგით, მე გაბრაზებული ვარ და გაბრაზებულს კიდევ ბევრ რაღაცას ვეტყვი ჩემს თავს. ხო და ჯობია რომ დავინდოთ საკუთარი თავი და გვიყვარდეს ისეთი როგორებიც ვართ. თავი ვიყოთ ჯანმრთელები, ვიყოთ ბედნიერები, დანარჩენს ეშველება. ხო, დანარჩენს ეშველება ყველაფერს. კოცით მეგობრებო ყველას ძალიან ბევრს და შევხვდებით შემდეგ ვლოგში. სავარაუდოდ ამ საღამოს ჩავრთავ ლაივს, რო იცოდეთ და იქაც ვიჭუქჭუკოთ. Пока-пока!